8 მარტს ასოციაცია ჭიათურელთა კავშირთან არსებულმა მოსავლეთა საკრებულო მორიგის სხდომა გამართა. დღის წესრიგი 5 საკითხით იყო წარმოდგენილი. საკითხები კოლეგებს მოსავლეთა საკრებულოს თავმჯდომარემ ეკა ფიფიამ გააცნო. სხდომაზე კოლეგებს მოსავლეთა საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ნათლულების და მათი ოჯახის წევრებისადმი მიცემული მითითება გააცნო. მოინახეთ ერთ-ერთი ოჯახი გაჭირვებული, რომელსაც ააყავდა დამფინანსებადიან მითითი და მისული იყო და მათთვის აპარწვანა პატრიარქის ნათლებმა და მათი ოჯახის წევრებმა შვილი მარადმწვანე ნერგი უნდა ჯარდო. სხდომაზე განხილული იქნა წმინდა ეკატერინეს სახელობის ახალი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობაში საკრებულოს წვლილის შეტანის საკითხი. მე ვარ ამ მოსწავლეთა კავშირის ახალი წევრი და ძალიან მიხარია ეს, რადგან უკვე ახალი შემოსული ვარ და ესეთ კარგი საქმის გაკეთება მომიწია, როგორიცაა მონაზვნების დედაობის დახმარება. 6 მარტს 2 დღის წინ ჩვენ ვიყავით დედათა მონასტერში, სადაც დავეხმარეთ მათ შეძლების დაგვარად და ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება. სხდომის დასრულების შემდეგ მოსავლეთა საკრებულოს წევრებმა ქუჩაში გადაინაცვლეს და ჭიათურელ ქალბატონებს თაიგულებით დედისდღე და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს. მოსწავლეთა საკრებულომ გადაწყვიტა ერთი დღე გაელამაზებინა ჭიათურელი მანდილოსნებისთვის და ჩვენ ამ დღის აღსანიშნავად მათ გადავეცით ყვავილები. გილოცავთ დღევანდელ დღეს ქალბატონებო და რა შემიძლია თქვა გარდა იმისა, რომ ყველამ ეცადეთ გაახაროთ თქვენი საყვარელი ადამიანები, თუნდაც ესეთი მცირედი საჩუქრით. ძალიან მოწონს ეს აქცია, ჩემი აზრით უნდა ჩატარდეს ყველა დღესასწაულზე. დღესასწაული ქალბატონებს ასოციაცია ჭიათურელთა კავშირის თავმჯდომარემაც მიულოცა. მოსავლეებმა კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელ ქალაქს, თუ როგორ თაობები იზრდებიან და მათი მთავარი პრინციპია ცხოვრების, რომ გაიზარდოთ ჭიათურის სიყვარულში და საქართველოს სიყვარულში. დღევანდელი დღეც იყო სწორედ ამის გამოხატულება. ვუერთდებით ჩვენს ახალგაზრდებს, მოხარული ვართ ესეთი აქციის. მივესალმები ამ აქციას, ძალიან კარგი წამოწყებაა. მოსწავლეთა საკრებულოს წევრები ჰუმანიტარული აქციის სიკეთე გადამდებიას ფარგლებში ჭიათურის მე-12 საჯარო სკოლის აღსაზრდელებს და უფასო სასადილოს ბენეფიციარებს უახლოეს მომავალში ესტუმრებიან.